იესო ძეო ღვთისაო, ნახეთ ყველაფერი იციან. რამე თუ მოხვედა აქა, უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩვენდა. ჯერ არ დამდგარა დრო რომ შენ დაგვტანჯვა. არ დაბრუნებულ ხარ მეორედ რაც მოხდება. ჯერ ხო არ დამდგარა და რას მოხდი ჩვენ სატანჯავ. კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება გონიერი არსების დამოკიდებულება იყოს ქრისტეს მიმართ. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ჩვენ არც ეშმაკები ვარ და არც ეშმაკეულები. ოქროპირი ისიც რას ამბობს? ადამიანი რომელიც სასიკვდილო ცოდვებით ცოდავს, მრუშობა კაცის კულა განასულიერა თალმა რომ შეიძლება ფიზიკურად არ მრუშო, ფიზიკურად არ კლავ, მაგრამ თუ ეს განწყობები გაქვს ამ ცოდვაში ხარ, თუ ეს განწყობები გაქვს, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ აღასრულებ, მაგრამ ეს მდგომარეობა გაქვს. ხო, ეგოიზმის და ამპარტავნების მიხედვით ცხოვრება და ასე შემდეგ. ადამიანს როცა აქვს, ოქროპირი ამბობს, რომ ეს ადამიანი ეშმაკელზე უარესია, იმიტომ რომ იმ საწოდავს ნება აქვს წართმეული. და ნება რო წართმეული აქვს, იმით ღმერთი შენ გასწავლის, რომ ნახე, რა შეუულია ეშმაკს, როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანში. და შენ ეს არ გჯერა, მაგრამ ეს არსებობს, ეს ადამიანი ადასტურებს, რომ ეშმაკმა შეიძლება ადამიანში იცხოვროს და შენ იმაზე უარესი, იმიტომ ხარ, რომ შენ ნება წართმეული არა გაქვს და შენი ქმედებები, შენი გულის სიტყვები და აზრები, ხო, შენი ენერგია, რითაც შენ ყოფიერებ ამ სამყაროში დემონურია. ანუ იმაზე უარესი ხარ. აი ამას ამბობს იონე ოქროპირი. და ესეც ძალიან ყურადსაღებია. და რაში ვლინდება? აბა ურწმუნო ადამიანი როგორ არის ქრისტეს მიმართ? აი დღეს რო ხედავ სამყაროში, სამწუხაროდ საქართველოში არის გარკვეული ნაწილი ადამიანების, რომლებსაც ზულთ ეკლესია და მე მინდა გითხრათ, რომ ეკლესიის სიძულვილი პირდაპირ არის ქრისტეს სიძულვილი. თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს ეკლესიაში ქრისტე არ აჩანს, ქრისტე რო იყო ფიზიკურად და ცხოვრობდა, დადიოდა, ჭამდა, სვავდა, მაშიც ვერ ხედავდნენ ღმერთს. და რას ამბობდნენ? ეს კაცი ცოდვილებთან ჭამს, სვავს, ზოგი ამბობდა შეშლილიაო, რაც ვიდა წერილში წერია. და რებს აღარ აბრალებდნენ. ქრისტეს რა ხო ხედავდნენ? ქრისტეს დანახვას რწმენა ჭირდება, ქრისტეში ღმერთის დანახვას რწმენა ჭირდება, ეკლესიაში ქრისტეს დანახვას რწმენა ჭირდება, ამიტომ ჩვენ გვწამს ეკლესია, ხელს ვერ ვკიდებ და არ ვიცით გვწამს, ხოლო ვინც ეკლესიას ებრძვის, ის ებრძვის ქრისტეს. არ არის ეს დემონური მდგომარეობა? რა თქმა უნდა დემონური მდგომარეობაა, ჩვეულებრივად.